დღეს მთელ მსოფლიოში მსჯელობენ თემაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ 2 წელიწადში, 3 წელიწადში, თუნდაც 2030 წელს რუსეთი გაბედავს თუ არა და დაესხმება თუ არა თავს ევროპის კონტინენტს. ევროპელთა და უკრაინელთა სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად რუსეთს განზრახული ჰქონდა შეტევების მიტანა ევროპის კონტინენტზე 2030 წლისათვის, მაგრამ მათი სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად თავდასხმის თარიღმა გადმოიწია და 2027 წლისათვის რუსეთი იქნება მზად განახორციელოს იერიშები, მიიტანოს იერიშები ევროპის კონტინენტის ცალკეულ სახელმწიფოებზე, ცხადი არ იგულისხმება ესპანეთი თუ პორტუგალია და იგულისხმება ასე მაგალითად ბალტიის სახელმწიფოები და რუსეთი ამას გააკეთებს. კიდეც ახლა ბევრი იტყვის და მართალიც იქნება, რომ რუსეთი, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ნელა მიიწევს წინ უკრაინის ფრონტის ხაზზე, რუსეთი ამას ვერ შეძლებსო, იტყვის ბევრი და მართალიც იქნება, აკი გითხარით, გამოფიტული სახელმწიფოა ამ 4 წლის განმავლობაში რუსეთი, რა ევროპა პოკროვსკი ვერ აუღია, რა ევროპა კუპიანსკი ვერ აუღია რუსეთს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და შეაკლა საკუთარი სალდათი ბანდიტები, ოკუპანტები უკრაინელებს ბრძოლაში საზარბაზნე ხორცად აქცია მილიონზე მეტი საკუთარივე შვილი, საკუთარივე მოქალაქე, ჯარისკაცი, ახალგაზრდა. მაგრამ მეორე მხრივ და აქ უნდა ვახსენო ამერიკელები რასაკვირველი, ამერიკელებმა თქვეს, რომ რუსეთს ამის გაკეთების შნოდა უნარი არ ექნებათ 2027, 28, 2029, 2030 წელს და მართლები არიან, მაგრამ მეორე მხრივ умом Россию не понять, ანუ ვერ გაიგებ რა სიზამს რუსეთი. და თუ ჩვენ დღედიადაგ იმაზე ვისაუბრებთ, რომ რუსეთი ამაზე ვერ არ გააკეთებს, ეს მოგცემს ჩვენ გულდამშვიდების, ევროპას მისცემს გულდამშვიდების შესაძლებლობას, მოდუნების შესაძლებლობას. და ვაიდა 2027 წელს მართლა დაიწყოს ხელფეხის უმისამართოდ ქნება რუსეთმა, გამორიცხავთ. მაგალითად, როგორც გუშინ თუ გუშინ წინ თქვი, გუშინწინაც თქვი და გუშინაც ჩემივე საავტორო გადაცემა კონტექსტში, მაგალითად სუვალკის დერეფანის მიმართულებით, ანუ კალინინგრადისკენ გაჭრას ხაზი და შემოიერთოს ის ტერიტორია, დაახლოებით 60 მილი, დაახლოებით 90 კილომეტრი, ცოტა მეტი, შემოიერთოს ის ტერიტორია, რომელიც მას სასიცოცხლოდ ჭირდება სახმელეთო კავშირის საზღვრის თუ კავშირის ხაზის დამყარებისათვის სწორედ კალინინგრადის ოლქთან. ამ შემთხვევაში მან ლიეტუვას და პოლონეთს უნდა შეუტიოს და ეს დერეფანი გაჭრას და დაელოდოს ნატოს რეაქციას, რომელიც თუ ასეთი იქნება, ხო შეიძლება იმსჯელებს კიდეც, მაგრამ კონვენციურ ასიმეტრიულ თუ სიმეტრიულ პასუხს რუსეთს ვერან არ გასცემს, იმიტომ რომ უფრო დიდი ომი არ მოხდეს ევროპის კონტინენტზე, მართლა დიდი ომი არ მოხდეს ევროპის კონტინენტზე. პუტინი იმუქრება და ამბობს, რაღა ითქვენ ევროპელები, უკრაინას უჭერთ მხარს ამერიკელებისაგან განსხვავებითო. აქედან გამომდინარე, თქვენ ომი გდომებიათ რუსეთთან და რაღაი ომი გდომებიათ, მე აქ ქირურგიულად და ფილიგრანულად კი არ ვიმოქმედებ თქვენთან მიმართებაში, როგორც უკრაინასთან მიმართებაში ვქმედებ, არამედ უფრო მკვეთრი, უფრო მკაცრი, უფრო სერიოზულ ომში ჩართულიც კი ვიქნებიო. თქვენთან ნამდვილ ომს დავიწყებ, რამე რომ იყოსო, თუ დაგვესხმებით თავს ოღონდ. ამ თავდასხმად შეიძლება მიიჩნიოს ნებისმიერი რამ, მაგალითად 90 თუ 210 მილიარდის გაყინვა თუ ჩამორთმევა. მაგალითად ის, რასაც ევროპა აკეთებს უკვე ახლა, როდესაც აძლიერებს საკუთარ თავდაცვით შეიარაღებას და ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს, სულ მინიმუმ არ დამარცხდეს. მოდი, ვიტყვი ასე, უჭერთ რა მხარს უკრაინას, ესე იგი თქვენ ომი გინდათ რუსეთთან, რომ შეიძლება თქვას ამ შლეგმა პუტინმა умом Россию умом Путина не понять. ამიტომ ამერიკელების მოსაზრება სწორი, კვლავ ვიმეორებ იმის თაობაზე, რომ რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა უნარი შნო და ერთი ადგილი, რომ დაიწყოს ომი ევროპის კონტინენტზე, სწორია, აკი გითხარით, მაგრამ თუ ეს მოადუნებს ევროპას, თუ გულხელდაკრეფილად
დაკრეფილი იქნება ევროპა უკვე ამ განცხადების შემდეგ, ამ პოლიტიკის შემდეგ, ამ პოლიტიკას, მშვიდობიან პოლიტიკას, არა მილიტარულ, არა მილიტარისტულ პოლიტიკას აირჩევს. ამ შემთხვევაში რუსეთი მოფერიანდება ჩრდილოეთ კორეელების, ირანელების, განსაკუთრებით ჩინელების, ჩინეთის მხარდაჭერით, თუნდაც 2027 არ ვიტყვი, ოკეი, მაგრამ 2028 წელს ასე მაგალითად. და 2028 წელი საკვანძო წელიწადია, იმიტომ რომ 2028 წლის ნოემბერში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში და არც დემოკრატ და არც რესპუბლიკელ კანდიდატს არ გაუიოლდება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტისათვის 28 წლის ნოემბრამდე იქნება პრეზიდენტი ტრამპი, მოქმედი პრეზიდენტისათვის მოწოდება იმის თაობაზე, რომ ის უნდა ჩაერთოს ომში, იმიტომ რომ ყველა მკვეთრი გადაწყვეტილება იქნება საზიანო დემოკრატებისთვისაც მოწოდების შემთხვევაში და რესპუბლიკელებისთვისაც, რომელთა კანდიდატიც შეიძლება სულაც არ იყოს ეს ტრამპი და ალბათ არ იქნება წარდგენილი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრაიმერისის შედეგად, პრაიმერისში გამარჯვებული იქნება ჩართული. ამიტომ 28 წელი თუ მაინც და მაინც მე ვკითხავს ვინმე 28 წელი უფრო მოსალოდნელია ხელფეხი რომ მოიქნიოს რუსეთმა. და საერთოდაც რას ვუწოდებთ ჩვენ ამ ომს, კონვენციურ ომს გერმანიის წინააღმდეგ, რასაკვირველია ვერ დაიწყებს რუსეთი, იმიტომ რომ ეხლა გადაადგილება ბელარუსიდან თუ პირდაპირ რუსეთიდან ევროპის მიმართულებით 400, 500, 600, 700,000 ჯარისკაცისა, ან მანამდე ავიაციით დაბომბვა, ხო პრაქტიკულად წარმოუდგენელია მეთქი, მაგრამ ომი 21 საუკუნეში ასე განისაზღვრა არის ჰიბრიდული და კონვენციური ელემენტი მხოლოდ ერთი ელემენტია ომისა. რეჟიმ ჩეინჯები უნდა ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, პოლონეთში ვერ მოაწყორა ცალკეულ სახელმწიფოებში რეჟიმ ჩეინჯები. რუსეთმა განა ვერ მოახერხა საქართველოში რეჟიმ ჩეინჯი არ მოხდა 2012 წელს, როდესაც ხელისუფლების ცვლილება, ანუ თან დემოკრატიული წესით, როდესაც სულისკვე, რომლის შედეგადაც სულისკვეთება შეცვალა ჩვენი ქვეყნისა, რუმინეთში და მოლდოვაში ეს ვერ მოხდა, მაგრამ უშუალოდ ევროპის კონტინენტზე იმედი მაქვს, რომ ის დამარცხდება, მაგრამ მაინც ორბანი არ გარდაქმნა პრორუს პოლიტიკოსსა და არ აქცია ვუჩიჩი, სერბეთის ლიდერი, სერბეთი არც არასავეს არ ყოფილა დასავლური ღირებულებების ქვეყანა, მაგრამ აი სლოვაკეთი, ჩეხეთი პატივისცემის მიუხედავად, რომელმაც არ დაუჭირა იმ 90 მილიარდი ევროს უკრაინისათვის ამ ფორმით გადაცემას მხარი. მოულოდნელი იყო ჩეხეთის ხელისუფლებისაგან ეს გადაწყვეტილება, რა საკვირველი. მე არ მიდავალ იმის თქმა, რომ ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთის გავლენების ქვეშ არის, მაგრამ გერმანიაშიც, ჩეხეთშიც, პოლონეთშიც ის და სხვაგანაც ის ცხადია, ეცდება პრორუსი, ან რუსეთისადმი ერთგვარად ლოიალურად განწყობილი, ან ევროპის იზოლაციონიზმის მომხრე პოლიტიკოსების გაკაჩვას. საინფორმაციო ომი და ეს საინფორმაციო ომის ნაწილია, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლები ომის ნაწილია, ის დივერსიული ქმედებები, რომლებსაც მიმართავს რუსეთი უკვე 10 წლებია ომის ნაწილია და ნატომ ეს აღიარა. ამიტომ კონვენციური ჯარისკაცების შესეირნება პრაღასა თუ ვარშავაში სულაც არ დასჭირდება პრაღის გაზაფხულის და ბუდაპეშტის შემოდგომის გამეორება 46-ისა და 68 წლისა. არ დასჭირდება მას ოკუპაცია, ოღონდ ოკუპაცია მოხდება ამომრჩევლის განწყობებისა, ასე ვიტყვი. რაც მოხდა ჩვენს სინამდვილეში და ჩვენთან გრძელდება კიდეც ეს ჰიბრიდული ოპერაცია ჩვენს ქვეყანაში, მიმდინარეობს და ტვინთა რეცხვის კამპანია, ამომრჩეველთა ტვინთა რეცხვის კამპანია ბიძინა ივანიშვილი ბანდიტის მიერ. ამიტომ ესე დამშვიდებული მე ვერ ვიქნებოდი ვერც ამერიკელების და ვერც ევროპელების და ვერც უკრაინელების ადგილზე რომ ვიყო, ვერც ქართველების ადგილზე ხო ვარ და დამშვიდებული არა ვარ. რუსეთი მსაკვარის სახელმწიფოა და თუ ევროპას უბიძგებენ იმისკენ, რომ ის ერთგვარად დაუბრუნდეს მერკელიადას, ევროპას დაერხევა, ასე უნდა ვთქვა, სამუდამოდ, აი მაშინ კი მართლა დაერხევა. ახლა კი არა, როცა ის ძლივს აცნობიერებს რამდენად სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა უკვე და აღმოჩნდება შემდგომ კონტინენტი, თუ ის ადეკვატურად არ უპასუხებს პროცესებს, ამბებს, მოვლენებს. არამედ უკვე შემდგომ მართლა პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. აი, დაშლა ევროკავშირისა მერე ნახეთ თქვენ.
დაშლა და დანგრევა უფრო ზუსტი რომ იყოს სხვადასხვა ძალიან ადეკვატურად გამოიხმაურა ამ გამოწვევას ტრამპის მეგობარი მეთქი ახლა ასე მაინც ვიტყვი ჯორჯა მელონი იტალიის პრემიერ-მინისტრი მემარჯვენე პოლიტიკოსი რომელმაც თქვა და ძალიან სერიოზული სიტყვაა ჩემი მოსაზრებით მის მიერ წარმოთქმული გუშინ იყო თუ გუშინ წინ როდემაც თქვა რომ ევროპა არ იქნება ყურმოჭრილი მონა ამერიკის შეერთებული შტატებისა მას ძლივს შეუძლია საკუთარი სუვერენობის ერთიანობისა და სუვერენობის დამტკიცება და ის არ იქნება უმცროსი მას ვერავინ ვერაფერს უკარნახებს ევროპა ადეკვატურად უპასუხებს იმ გამოწვევებს რომლებიც მის წინაშეა და ნეტა ასე ფიქრობდეს ევროპის მართლა 27-30 სახელმწიფოდან პრაქტიკულად ყველა მეთქი ყველა ასეთი თამამი იყოს ამ შემთხვევაში ტრამპიც ცოტა უფრო თანამშრომლური იქნება სუსტი დასუსტებული ოღონდ მერკელის გამო დასუსტებული ევროპის მერკელისა და მაშინდელი პოლიტიკის გამო დასუსტებული ევროპის მიმართ ახლა ევროპა ჭკუაზე აზრზე მოდის მეთქი ასე ვიტყვი იქნება თუ არა ომი ევროპის კონტინენტზე ეს კიდევ ერთხელ ვიკითხოთ მე შორსა ვარ ამ აზრის საგარ გულახდილად გეტყვით თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ომომ Россию не понять ვერ გაიგებ როდის დაიწყებს ხელფეხის ომის სამართო თქმევას ის ქვეყანა და იმ ქვეყნის ლიდერი რომელიც ომში უკრაინასთან რეალურად და სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია და მარცხდება იმიტომ კი არა რომ რომელიმე სოფელს არ აიღებს ზეგ აიღებს აქვე გეტყვით ოღონდ ჩახოცავს 365,877 საკუთარ სალდათ ოკუპანტს ამ ფასად აიღებს პიროსის გამარჯვება იქნება ეს ერთგვარად მეორე სოფელსაც აიღებს და მესამე სოფელსაც და რომელიღაც ეტაპზე რასაკვირველია შეიძლება მართლა შეწყდეს კიდეც რასაკვირველია არა მართლა შეწყდეს კიდეც საომარი მოქმედებები ვისთვის დამაკმაყოფილებელი და ვისთვის არადამაკმაყოფილებელი პირობებით მაგრამ ომი უკრაინასთან და ომი რუსეთის წინააღმდეგ რუსეთის და სანგრევად დანგრევისათვის ომი გაგრძელდება შეწყდება 1 თვით 2 თვით 7 თვით 1 წლით მაგრამ ვერც უკრაინელი ჯარისკაცი გაჩერდება და ვერც თავად რუსეთი გაჩერდება რომელსაც რასაკვირველია მეტი და მეტი უნდა ამ მუცელამო უყორავ ქვეყანას დამოუკიდებლად იმისა მისი ლიდერი ვინ იქნება პუტინი რომელიც 36 წლამდე აპირებს ლიდერობას რუსეთისა თუ პუტინის მემკვიდრე ჭყალებში მასთან შედარებით ადეკვატური რუსეთის ლიდერი დღევანდელი აუცილებლად დატოვებს შობს მეთქი ასე ვიტყვი მასზე არანაკლებ იმპერიალისტს რომელიც დაახლოებით შემდეგ რამეს ეტყვის ანუ პუტინი იმ მემკვიდრეს ოღონდ ვინ არის ცხადია ჯერჯერობით არ ვიცით ეტყვის დაახლოებით შემდეგ სტიდოლჟინ პრადოლჟიც შენ უნდა გააგრძელო ჩემი დაწყებული საქმე შენ უნდა აღადგინო რაც საბჭოთა კავშირი ერთგვარი ფორმით ის უნდა გააკეთო რაც მე შენმა მშობელმა თუ დამფუძნებელმა მამამ ვერ მოვახერხეო პუტინი ამას ამანდერც რასაკვირველი როცა იქნება ჩემი აზრით 26 წლამდე დაამთავრებს ის პოლიტიკურ კარიერას ამანდერც დატოვებს თუ გადარჩა ამბავის ის არის და კითხვაც ის არის გადარჩება თუ არა ის და მე იმეც ვიტოვებ რასაკვირველია რომ ერთი სულისკვეთებით ერთი პოლიტიკით ერთი მიდგომებით ერთი ღირებულებებით იქნება დასავლური სამყარო რომელიც კარგად უნდა ისიგრზე განებდეს რომ ნებისმიერი დათმობა რუსეთთან ახლა დღეს და ახლა განაპირობებს იმას რომ ევროპის კონტინენტს ადრე თუ გვიან დაესხება თავს ეს იმპერია რუსეთის იმპერია რომელსაც მეტი და მეტი უნდა დაესხება თავს კვლავ ვიმეორებ არ ნიშნავს იმას რომ შეჯლიგინდებიან მისი სამხედრო ნაწილები და აღლუმებს გამართავენ ბერლინსა თუ ვარშავასა თუ პრაღაში თუ რიგაში არა შესაძლოა აღლუმის სულაც არ დასჭირდეთ მაგრამ ხელისუფლების ცვლილებებს კი ეცდებიან რომ მოახერხონ და რასაკვირველია ხელისუფლების ცვლილებად მაგალითად მივიჩნევ მერკელი ვახსენე და ახლა სხვა გერმანიის სხვა კანცლერზე გავამახვილებ ყურადღებას კაცზე რომელიც მერკელამდე იყო და რომელიც გვარიც არის შრიოდერი რომელიც მოსკოვში ახლაც და რომელიც გაზპრომში მუშაობდა თუ მუშაობს ანუ იმ თავითვე იყო შტაზის მეთქი ასე გეტყვით გავანებოთ შტაზ თავი საბჭოთა კი არა პოსტსაბჭოთა რუსეთის აგენტი მაინც და მაინც იმიტომ კი არა რომ ხელი ჰქონდა მოწერილი რომელიმე დოკუმენტზე FSB-სთან კავშირზე არამედ იმიტომ რომ მის საქმეს აკეთებდა აი ამ აღებმიცემობით და ასე შემდეგ რა შრიოდერს მივადექი 2009 წლის მარტში ოკეანგაღმა
ქვეყნის ლიდერმა ობამამ გადატვირთა პოლიტიკა ქვეყანასთან რუსეთთან, რომელმაც მანამდე 6-7 თვით თავს დაესხვა დამოუკიდებელ საქართველოს. ფაქტია, რომ ეს რესტარტის პოლიტიკა კლინტონის მიერ თით დაჭერილი ლავროვთან ერთად სწორედ 2009 წლის მარტში დაიწყო და შედეგებიც მოიტანა მსოფლიოსათვის, მათ შორის ჩვენთვის და უკრაინისათვის. ეს ფაქტია 2009 წლის მარტის, 2008 წლის აგვისტოს, 2009 წლის მარტის შედეგია ის, რომ მოხდა 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია. მაშ კიდევ ერთხელ შეუტევს თუ არა რუსეთი ევროპის კონტინენტს? შეუტევს მეთქი. ასე ვიტყვი, იმიტომ კი არა, რომ დაბეჯითებით და ნამდვილად ასე მოხდება, არამედ იმიტომ, რომ ასე თქმა აუცილებელი გარდაულად. იმიტომ რომ ევროპა არ მოდუნდეს და არც ჩვენ არ მოვდუნდეთ, თუ ჩვენ გვეტყვიათ, რომ ჩვენ არ დაგვიპყრობს რუსეთი, კაცო. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი ბანდიტი საქართველოს შეერაღებული ძალების რიცხოვნობას სულ მინიმუმ შეამცირებს. ჩვენ დაგვაჯერებენ ამას, ამისკენ მიყავს ბიძინა ივანიშვილს სხვათა შორის. და შესაძლოა გააუქმოს კიდეც. არა, ამ თემაზე კი არ გადავდივარ ახლა მე, მინდა რომ მაინც ლოკალურ ჩვენს ამბებს არ შევეხო, მაგრამ უბრალოდ ხსნი, ასე უნდა ავხსნა, ყველა უნდა ემზადოს ომისთვის, იმიტომ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ გვაქვს საქმე არაადეკვატურ ნებისმიერი ფორმაციის რუსეთთან. სხვათა შორის, აქ ეს თემაც არ არის თავარი, მაგრამ ვახსენებ, DST სამიტი იმართება ახლა პეტერბურგში, თუ არ ვცდები და არ ვცდები, და იქ არ ჩადის ალიევი. თურქეთის მიერ მხარგამაგრებული აზერბაიჯანის ლიდერი არ ჩადის, რატომ იცით? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოდიში მოიხადა იმ ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო, სინანული გამოთქვა, ოღონდ ბრჭყალებში ალიევის შესანიშნავად ხვდება, რომ რუსეთი აპირებს რევანშს კავკასიის რეგიონში და სხვათა შორის საქართველოსაც, როგორც სტროას ცხენს კავკასიის რეგიონში, იყენებს ან გამოიყენებს და იყენებს, ეყრდნობა, მოდი ასე ვიტყვი. და ალიევი საქართველოს გამოვრიცხოთ ერთ წამს ამ კონტექსტში, მაგრამ ალიევი შესანიშნავად ხვდება, რომ რუსეთი აპირებს მათ შორის ენერგომატარებლების და ენერგორესურსების ირიფ თუ პირდაპირ გაკონტროლებას. ყველა დათმობა რუსეთთან არის კატასტროფა აზერბაიჯანისთვის. დაესხება თუ არა ევროპას? ხო, ევროპას დაესხება, იმიტომ რომ ჭკუით, რასაკვირველია, ანუ გონებით ვერ ჩახვდები იმას, რას აპირებს ეს დედა საიმასქნებელი იმპერია. ნახვამდის.